მე ვარ ჟურნალისტი დათო კოკოშვილი და დღეს უხილავების პროექტის ფარგლებში ვაპირებ ვისაუბრო იეჰოვას მოწმეების პრობლემებზე საქართველოში. შევეცდებით გავიგოთ, ვინ და რატომ ერჩის დღემდე იეჰოვას მოწმეებს ამ ქვეყანაში. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გიხდით პირველ რიგში სტუმრობისთვის. ბატონო ბექა, თქვენთან დავიწყებ საუბრით. როდესაც ამ გადაცემისთვის ვემზადებოდით, ჩვენ იეჰოვას რამდენიმე მოწმეს ვესაუბრეთ და ისინი ამბობენ, რომ ცალკეული პრობლემები ადამიანის მათი უფლებების დარღვევის კუთხით არსებობს, თუმცა მთლიანობაში აი ზოგადი დინამიკაში რო დავინახოთ, სურათი უკეთესობისკენაა შეცვლილიო. სინამდვილეში სტატისტიკა მოწმობს, რომ მაგალითად 2015 წელს რელიგიურ უმცირესობებს შორის იეჰოვას მოწმეებმა ყველაზე მეტჯერ მიმართეს ომბუდსმენს მათი უფლებების დარღვევის შესწავლის კუთხით 37 საქმეზეა საუბარი. ანუ რითი აიხსნება ეს იეჰოვას მოწმეების დამოკიდებულება, ასეთი დამოკიდებულება არსებული რეალობისადმი? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სამ ეტაპად უნდა დავყოთ იეჰოვას მოწმეების პოსტსაბჭოური ისტორია და ეს გასაღებს მოგცემს ასახსნელად თავად იეჰოვას მოწმეების პოზიტიური დამოკიდებულებისა საკუთარი ბედის ადგილს, თქო საქართველოში. თუ ავიღებ პერიოდს 97-დან 2004-მდე, ეს იყო ტოტალური ბევის პერიოდი, ფაქტობრივად საუჯდო ბარათად იყო ქცეული რელიგიური თავდასხმები საქართველოში, ხდებოდა ყოველდღიურ რეჟიმში იეჰოვას მოწმეებს უზარმაზარი ზარალი მიაყენეს მაშინ, გადაუწვეს რამდენიმე ცენტრი, რამდენჯერმე გადაუწვეს თან, ერთ და იგივე თქვათ შეკრების ადგილები, მათ ცემდნენ ქუჩაში, არბებდნენ შეკრების ადგილებში, უწევდნენ ლიტერატურას, იყო შემთხვევები, როდესაც ძალით ესე ვთქვათ, საჩვენებლად ნათლავდნენ დაჩოქილ იეჰოვას მოწმეებს და ერთი ესეთ შემთხვევა ესეთ ტელევიზიითაც გადაიცა და ქვემოთ მიდიოდა ასე ვთქვათ გამოკითხვა მოსახლეობისა, უჭერდნენ თუ არა მხარს იეჰოვას მოწმეების ცემატყებას, მარტივად რომ ვთქვათ, ფიზიკურ ანგარიშვალებას იეჰოვას მოწმეებზე და ეს იყო 2001 თუ 2000 წელი და პასუხი იყო ასეთი, 60% მოსახლეობის, ყოველ შემთხვევაში ამ გამოკითხვაში ინციდენტებდა მონაწილეობას უჭერდა აი ამ ძალადობრივ ქმედებებს მხარს, ხო? ამ შემთხვევაში მარტო იეჰოვას მოწმეებს არ ეხებოდა ესეთი რეპრესიული სადამსჯელო ღონისძიებები, რომელსაც რეალურად ხელისუფლება ახორციელებდა ბასილ ყავალიშვილის დაჯგუფების მეშვეობით, რამდენადაც ხელისუფლება ასრულებდა საპატრიარქოს უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის შეკვეთას, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ არაერთხელ კათოლიკოს პატრიარქმა 99-18 წლებში მიმართა ხელისუფლებას, მთავრობას, ზოგადად სექტების, როგორც მაშინ იხსენიებდა, შესაძლებლად საქართველოში და განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეების და არგუმენტაცია იყო შემდეგნაირი, რომ მათ აქვთ უზარმაზარი შესაძლებლობები, ფინანსური შესაძლებლობები, საქართველოს ღარიბ მართლმადიდებელ ეკლესიას ეს შესაძლებლობები არ აქვს და დაკარგავდნენ, ასე ვთქვათ, რეულის დიდ ნაწილს. თუ ხელისუფლება ამ ზომებს არ მიიღებდა, 2004 წელს გამოქვეყნდა ინტერვიუ მაგალითად შევარდნაძესთან, ასავალ-დასავალ, სადაც ის აღიარებდა, რომ მათ გარკვეული ზომები მიიღეს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, არაფორმალური ზომები, ასევე უშროების სამინისტროს წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ ჯერ კიდევ 2000-იან წლებში, რომ ბასილ ყავალიშვილის ეს მოქმედებები მხარდაჭერილი იყო მათი მხრიდან, ფაქტობრივად ორკესტრირებას სწორედ უშროების სამინისტრო უწევდა ბასილ ყავალიშვილის მოქმედებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო იეჰოვას მოწმეების ტოტალური ბევის პერიოდი და ზოგადად რელიგიური უმცირესობების სახელმწიფოს მხრიდან და რელიგიური ორგანიზაციის მხრიდან ერთობლივად, მაგრამ 2004 წლიდან შეწყდა ერთბაშად თავდასხმები რელიგიურ უმცირესობებზე, ასევე იეჰოვას მოწმეებზე
დააკავეს ბასიმ ყავავიშვილი, გახსოვთ 2004 წლის მარტში და მისი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი და წელიწად ნახევრის განმავლობაში 2000 დაკავების შემდეგ არ შესულა არც ერთი განცხადება სახალხო დამცველის სახელზე რელიგიური უმცირესობების ფიზიკური შეურაცხყოფის ან შევიწროების შეზღუდვის შესახებ. მათ ამ პერიოდში ფაქტობრივად ეხსნება შესაძლებლობა და ხელმისაწვდომი ხდება რელიგიის თავისუფლების ყველა სიკეთე, ისინი გამოსცემენ ლიტერატურას, ავრცელებენ თავიანთ რწმენას უკვე საჯაროდ ქუჩაში, ხსნიან თითქმის ყველა ქალაქში გახსნეს უკვე ყველა დიდ ცენტრში, ასე ვთქვათ, რაიონულ ცენტრში, ქალაქში გახსნეს ოფისები, სამეფო დარბაზებს რომ უწოდებენ და ამ პერიოდში 2008 წლამდე მათი შეზღუდვა ფაქტობრივად არ ხდებოდა. მეცაც გეტყვით, გარდა ბასიმ ყავავიშვილისა, ასევე 19 ადამიანი გაასამართლეს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმების გამო და აქედან 8 იხდიდა თავისუფლების აღკვეცადილებში სასჯელს. ამან რა თქმა უნდა თავის შედეგი გამოიღო, მაგრამ 2008-2009 წლებში ეს დინამიკა იცვლება იმის გამო, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ეშინია უკვე ამ პოლიტიკური კრიზისის შედეგად ეშინია ოპოზიციის და საპატრიარქოსი და ისევ რეაგირების გარეშე რჩება უკვე სპონტანური და არა ეს დაგეგმილი ხასიათის დანაშაულები, როგორც ეს იყო ბასიმ ყავავიშვილის დროს, ამ რეაგირების გარეშე რჩება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს დინამიკა ისევ იცვლება 2009-10 წლებში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულთა კავშირის და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრებს დააკავებენ 2010 წელს ტელევიზიაში შეჭრის გამო და შეიძლება ითქვას, რომ აი ეს სტანდარტი არის მეტნაკლებად შენარჩუნებული, მაგრამ რა არის ახლა პრობლემა? პრობლემა დღეს არის ის, რომ ფაქტობრივად არც ერთ უფლება დარღვევაზე, არც სამართალ დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია აი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებას, სამართალდამცველებს, ოღონდ ტოტალურ და მასშტაბურ ხასიათს ეს არ იღებს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს არ არის დაგეგმილი სახელმწიფოს მიერ. აი ამაზე კითხავთ, ანუ უშუალოდ ჩემ პირველ შეკითხვაზე დავუბრუნდეთ, ანუ იეჰოვას მოწმეები ერთგვარად აფასებენ, რომ ის მდგომარეობა ეს არ არის ის დღევანდელი მდგომარეობა, რაც იყო 2000-იანების დასაწყისში. ხო, აი ამას აფასებენ, მაგრამ პრობლემატურია ძალიან, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არც იეჰოვას მოწმეებზე და არც სხვა რელიგიურ გაერთიანების წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებულ ქმედებებზე რეაგირება ხელისუფლებას არ მოუხდენია ადეკვატური რეაგირება. ერთს დავამატებდი ამ ანალიზს, რა თქმა უნდა, ბექასას დიდი კრიტიკა და პოლემიკა არ ჭირდება, რომ მართლა ასე იყო, რასაც ბექას საუბრობდა, მაგრამ ალბათ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. როგორც საერო ხელისუფლებამ, ისევე საპატრიარქომ პრინციპში ეს საკითხი ჩათვალა გადაწყვეტილად, რომ იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ მასშტაბური აქციების მოწყობა აღარ არის საჭირო. ამიტომაც მათ ასპარეზი დაუტოვეს საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებს, მოქალაქეებს. ამიტომაც მგონია, რომ ეს დინამიკა დანაშაულებისა, რომელიც ხდება სხვათა შორის აფსარებლობის ნიშნით დევნის გამო, მაგრამ იძენს მაინც ცემატყების ხასიათს და ხშირ შემთხვევაში სხეულის დაზიანებასაც და ჭამთელობის დაზიანებასაც. ეს არის მიშვებული ალალბეძე ეს პროცესი, იმიტომ რომ დღეს ჩემი აზრით, მე ასე ვაკვირდები, მათ გამოცხადებული ყავთ უფრო მნიშვნელოვანი იდეოლოგიური სამიზნეები. ეს არის კათოლიკური ეკლესია, ეს არის მუსლიმური თემი, იმიტომ რომ შეიცვალა ეს ვექტორები და სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით საზოგადოების მობილიზებას ისინი ახდენენ მართლმადიდებლური
ეკლესიის გარშემო სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგია. ჩვენ ამასაც ვაკვირდებით, ხო, ხა პროფესიო, იმიტომ რომ მე მგონია რომ დღეს ეკლესიამაც და მთავრობამაც თვითონ ვექტორების შეცვალა. მე ასე მგონია. არ ვიცი, შეიძლება აქ მე ვაჭარბებ, მაგრამ ეს დინამიკა, რომელიც 90-იანი წლების შუახანებში დაიწყო და მაშინ განტევების ვაცად იყო ამორჩეული იეჰოვას მოწმეები, არა სხვა რელიგიური ჯგუფები, რომლებიც უფრო უმცირესნი იყვნენ, არამედ მათ სწორედაც გათვალეს, რომ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მოქმედებით ისინი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდნენ რელიგიური დივერსიფიკაციისა ქვეყანაში და რელიგიური თავისუფლებისა და ამიტომ ეს ეტაპი მათ ჩათვალეს, რომ წარმატებულად მიდის. ეხლა უკვე არის დომინოს ეფექტი, აწირაც მოხდება, ეს უკვე არის გაგრძელება იმისა, რაც ხდებოდა. ამიტომ მე არ ვიცი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 3 წლის განმავლობაში არც ერთი საეკლესიო იერარქის მხრიდან მე არ მომისმენია ისეთი კაცრი, ისეთი და ამავე დროს მკაფიო განცხადებები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, როგორცაც ჩვენ ვისმენთ მაგალითად კათოლიკების წინააღმდეგ. თუმცა ეს პრობლემები არის, ხო, ბატონ ზვია, და ხო არ ფიქრობთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ის ნაწილი, ვისაც გარკვეული გრძნობელობა უნდა ქონდეს უმცირესობების მიმართ, ცოტათ მოდუნდა იეჰოვას მოწმეების პრობლემების მიმართ. ის ისეთი ინციდენტები, რადგან ბატონ ბიქა საუბრობდა, ხო? ეხლა ხდება, შეიძლება ისეთი სიმძაფრეს არ არის, მაგრამ არის იგივე ესთერ ჯოლის ამბავი, იყო ვაზისობაში, ოდესაც 15 ტყვია ესროლეს ოფისს და 15 ტყვია არის ტეტესან მაკაროვის 2 მჭირი. ერთი ადამიანი გარდაიცვალა ცემის გამო, ცემის შედეგად. ხო არ ფიქრობთ, რომ აქ იხარჯება იმდენი დრო და რესურსი, აი საზოგადოების აი ჯგუფების. აი, იცით, შეიძლება ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის უკვე იმ იდეოლოგიური მუშაობის, იმ საკმაოდ კაცრი პრესინგის საზოგადოების თაკული მოქალაქეების ტვინებზე, რაც ხორციელდებოდა საქართველოში, იმის პროექცია. ეს ბუნებრივად ხდება უკვე. რა თქმა უნდა, იმას ვინც თავის დროზე ეს დაგეგმა და აკეთა, ის მოყოფილია ამ შედეგით. აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო რამდენად ეფექტური იქნება, რომ ეს აღკვეთოს. კი ბატონო, არის აღსარებლობის ნიშნით დევნის მუხლი სისხლსამართლის კოდექსში, შეიძლება ამ მუხლს იყენებენ ცალკეულ შემთხვევაში. მე ერთი ისტორია მახსენდება, თიანეთის ისტორია, როდესაც აბსოლუტურად ყოფითი დავა იყო, მოქალაქემ შეამჩნია მის სახლში მისული სხვა საქმეზე, არა რელიგიური საქმიანობით დაკავებული 2 იეჰოვას მოწმე, გამოაგდო სახლიდან, გარეთ კიდე მეორე კაცი დახვდათ და ამ ორმა კაცმა ცემა ეს ქალბატონი და ეს ბატონი, ბატონი დანითაც კი დაჭრა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ გამოიყენა სხვა სისხლსამართლებრივი ნორმა მოსამართლემ, შემოიფარგლა მხოლოდ აი ამ აღსარებლობის ნიშნით დევნის გამო და საკმაოდ არაადეკვატური, მე მიმაჩნია არაადეკვატური სასჯელი დაადო 1 წელი. საპატიმრო სასჯელი. 1 წელი საპატიმრო სასჯელი აღსარებლობის გამო, როდესაც ადამიანს დევდი, მაშინაც ვცი. და პლუს, როდესაც შენ ამ დროს მას აყენებ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და პლუს ჯანმრთელობას უზიანებ. ჭრი, შეიძლება სიცოცხლეთვის სახიფათო აღმოჩნდეს, ხო, ზუსტად. თან ჯგუფურად, აქ მოსამართლეს თუ არ ექნა მაღალი მგრძნობელობა, მაშინ გამოდის, რომ ეს პროცესი ისევ იქნება წახალისებული. შეიძლება ხვალ გამოვიდეს ვიღაცა და პირიქით ისე შემოატრიალოს საქმე, რომ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ დევნილნი დღეს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გამო, ხო? რომ მათ თავისი ვალი აღასრულეს და შეიძლება ისინი, როდესაც ის კონკრეტული ადამიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვა, მას თავის თემში მოუწყო შეხვედრა როგორც გზის. ბატონო, კაი, ამაზე საუბრობდით, მე გაგაწყვეტინეთ ხელისუფლების რეაქციაზე, რამდენად ადეკვატურია, ხო? ეხლა რაც ბატონო ზვიადი საუბრობს, ამაზე 2016 წელს წარმოადგინა პროკურატურამ ანგარიში და ამბობს, რომ 19 ფაქტზე არის დაწყებული იეჰოვას მოწმეთა, ანუ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე. 19 ფაქტზე არის გამოძიება დაწყებული, 7 პირი არის სამართლებრივად დევნა დაიწყო 7 პირზე და ყველა ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამოტყუნებელი განაჩენიო. თუმცა სახალხო დამცველის საპასუხო განცხადება, რომ აქ არ არის დეტალური ინფორმაცია, კონკრეტულად რა მუხლით დაკვალიფიცირდა და ის რომ ეს მუხლით დაკვალიფიცირება პრობლემა არის, ამაზე არაერთხელ საუბრია, ხო, არც როგორც სახალხო დამცველს, ასევე არასამთავრობო სექტორს. ანუ აი რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ეფექტური გამოძიება იყოს და სწორი კვალიფიკაციით წავიდეს ეს საქმე სასამართლოში? ნუ პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ადეკვატური სასჯელები არც ერთ შემთხვევაში არ არის.
ეს არის დაჭრის შემთხვევა, ეს არის ჯგუფური თავდასხმა, ეს არის იარაღის გამოყენება და ყველაფერს ამას ემატება დევნა რელიგიური ნიშნით, ეს 156 მოხდია და ვთქვათ, ძირითადად სრულდება ან ვთქვათ რაღაც საპროცესო გარიგებით, ან შეთანხმებით ან მხარეებთან, ან გაფრთხილების მიცემით, ახსნა განმარტებით ჩამოწევით, ჯარიმით. მეცაც გეტყვით, აი ბოლო პერიოდში, ბოლო ანგარიშის სახელმწიფოს ანგარიში, ბევრი შემთხვევა, როდესაც უშუალოდ სახელმწიფოს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და პოლიციელები ძალადობენ იეჰოვას მოწმეებზე, ან აბუჩათიგდებენ, ან არ რეაგირებენ მათ მოთხოვნებზე. იყო შემთხვევა, როდესაც პოლიცია თვითონ უწყავს ფეხს ან იეჰოვას მოწმეების მოძრავ სტენდებს, აი ქუჩაში რომ აქვთ გამოთქმული და წინებს სავაზობენ. და გენინსპექციას თუ კონდა ამაზე რამე რეაქცია? რეაგირება არ ხდება ამაზე როგორც წესი. აი ამ შემთხვევებში არც ერთზე არ რეაგირება არის, ოღონდ ადგენდება, ასე ვთქვათ, სამართალ დარღვევა. ეს არის პრობლემა. ანუ თუ იმას ავიღებთ მხედველობაში, რომ რეაგირების აქვს მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, ოღონდ ეს რეაგირება, მხოლოდ არაადეკვატური რეაგირება და მე არ ადგენს დანაშაულის ნიშანს, ეს რა თქმა უნდა ცალკე პრობლემაა უკვე რა. და სწორედ ეს რეაგირების ხასიათი, ეს არაეფექტური რეაგირება თავად წამახალისებელი ამ ტიპის დანაშაულის ჩადენისა. კიდევ ერთი საკითხი. მაგალითად, აი თერჯოლას შემთხვევა ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა იყო, იმიტომ რომ ჯერ მოიპოვეს საშენების უფლება ამ თავიანთ მიწაზე, შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდი არის, პირდაპირ ესე უთხრა ადგილობრივმა ჩინოვნიკმა და ჩამოართვა ეს უფლება, თერჯოლის გამგებელმა ჩამოართვა ეს უფლება და შემდეგ სასამართლომ ისევ დაუბრუნა უფლება, ხომ, იეჰოვას მოწმეებს. მაგრამ ამაში ჩართული იყო რელიგიის საკითხი სააგენტოც, რომელიც პირდაპირ მუშაობდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. აი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეხვედრები ჰქონდა, როგორც ვიცით, მიმართული იყო იქითკენ მის საქმიანობა, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის არ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ აეშენებინა. ეს ოფიციალური ინფორმაცია თუ აი რამე ირიბი ინფორმაცია, იმიტომ ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ვიცით, ანუ ოფიციალურად ჩანდნენ ისინი. არ ჩანს ეს ინფორმაცია, მაგრამ ვიცით უშუალოდ იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ეს კომუნიკაცია შედგა. იგივე რომ ამტკიებნებით ამას ახლა აქ არის რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი და შეიძლება სხვანაირად გიპასუხოთ, ხო? იგივე რომ სასრულებდა რელიგიის სააგენტო ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ. ანუ ეს ერთხელ წერა, ასე რომ ვთქვათ, ისიც მუშაობდა მუსლიმ თემთან, ამ თემის ლიდერებთან, რათა მათ ერთობლივად გაეკეთებინათ განცხადება, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება არ არის საჭირო. დაახლოებით აი ამ კუთხით წარიმართა ათი საქმიანობა ამ თვალსაზრისით. აი ამ თემას გავაგზავნოთ, ზუსტად ეს პრობლემა დღეს სახეზე, როდესაც უკვე იეჰოვას მოწმეების კონკრეტული რიტუალური დარბაზის ან შენობის მშენებლობა უკვე განვლილი ეტაპია. დღეს აი მეჩეთის თემა ახსენა და მეჩეთის თემა არის ძალიან სერიოზული საკითხი, იმიტომ რომ არანაირად არ დაადგა მასაშველი და თემი ითხოვს ამ მშენებლობას, ხო? ბათუმში და დღეს მიწა უკვე შეისყიდა თავად მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. ნუ აპირებენ და შეიქმნა ფონდი, რომელიც მაგრამ აი მაგალითად ასეთივე პრობლემა იყო რუსთავში, როდესაც ვერ მიიღეს რუსთავის მერიისგან უფლება, რომ აეშენებინათ კათოლიკური ტაძარი თავიანთ მიწაზე. იმ მიწაზე, რომელიც შესყიდული ჰქონდა და ბოლოს ყველა ნორმა რო დაირღვა. მოსამართლემ სხვათა შორის მე მიმაჩნია, რომ ეს ფაქტიც უნდა წავახალისოთ, მე ყოველ შემთხვევაში ამიტომ მომყავს ახლა მაგალითად, როდესაც მოსამართლემ თქვა, რომ ჯეთი ნებართვა მისცა მშენებლობის და მერე თქვა, რომ დიახაც აი ამ კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებიც ამ თანამდებობებს იკავებენ, საჯარო თანამდებობებს იკავებენ და აღასრულებენ სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილებებს, იმ კონკრეტულ ქალაქში, იმ კონკრეტულ ადგილას, მათ ეს გადაწყვეტილებები მიიღეს დისკრიმინაციული ნიშნით და ჩვენ დღეს იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ აი მთავრობამ, რომელსაც აქვს ეს ბერკეტი, იმიტომ რომ მოსამართლე კონკრეტულ მეერს ან კონკრეტულ დეპარტამენტის ხელმძღვანელს მერიაში ვერ დაშვიდა, მაგრამ მან თქვა, რომ აქ მოხდა დისკრიმინაციულად სწორედაც ამის შეზღუდვა, ამ უფლების შეზღუდვა და ეს არის უკვე
ცოტა უფრო ფართომასშტაბიანი თემა, ვიდრე მარტო შემოვიზღუდოთ, იმიტომ რომ იეჰოვას მოწმეებს არ აძლევენ ყველა რელიგიურ ჯგუფს, გაერთიანებას ექნება ეს პრობლემა დღეს საქართველოში, იმიტომ რომ საჯარო პირები, საჯარო მოხელეები ხშირ შემთხვევაში საკუთარი ხედვით, უფრო მეტად კი საზოგადოებრივი რეაქციის შიშით თუ რაღაცის მოლოდინით ამბობენ, რომ იცი რა ეს გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ. და ძალიანაც კარგი და თუ მე ვინმე გაასაჩივრებს, იმედი აქვს რომ ეს საზოგადოება გარეთ მხარს დაუჭერს. რუსთავში დიახაც არ დაუჭირა საზოგადოებამ მხარი და მოსამართლეც უფრო თამამი აღმოჩნდა და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმის მერე ჩვენ არ მოგვისმენია არსად თავრობის რეაქცია, არც ადგილობრივის და არც ცენტრალურის, რას ნიშნავს ეს, რომ ვინმე კონკრეტულმა პირმა, რიგითმა კლერკმა თუ ქალაქის მერმა დისკრიმინაციულად არ მისცა უფლება კათოლიკურ თემს, რომ აეშენებინათ დაძარი. აი ეს არის დღეს პრობლემა და ამაზე სანქციები დაწესდა მის წინ. ბატონო, კაი თქვენი აზრითაც თუ ასე არის, თუ გავს ერთმანეთს რელიგიური გაერთიანება. ეს ერთი პრობლემა არის, რა თქმა უნდა. სახელმწიფოს პასუხით თუ არ გავს. ერთი პრობლემა არის უმცირესობების პრობლემა და ეს პრობლემა სათავეს იღებს იქიდან, რომ არსებობს ისეთი იდენტობის პრობლემა, ასე რომ ვთქვათ, იდენტობა ქართული იდენტობა, თანამედროვე იდენტობა, ეს ეთნო-რელიგიური იდენტობა გამორიცხავს სხვა რელიგიურ ჯგუფებს, გარდა მართლმადიდებლებისა, ამ იდენტობის საფუძველზე ხდება იეჰოვას მოწმეებს ხო არ ერჩიან განსაკუთრებულად თქვენი აზრით და თუ ერჩიან აი რა არის ამის ხა ამის შესახებ. იეჰოვას მოწმეებს ჩემი აზრით განსაკუთრებული წინააღმდეგობა ხვდებათ, რამდენადაც ეს არის ყველაზე აქტიური ჯგუფი საჯარო სივრცეში, ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი რელიგიური გაერთიანება, რომელიც არ ელიდება სამისიონერო აქტივობას. ისინი ქადაგებენ საჯაროდ, ავრცელებენ საჯაროდ თავენთ ლიტერატურას. თითქმის ყველა ქალაქში უკვე როგორც გითხარით, ააშენეს სამლოცველო დარბაზები, სამეფო დარბაზები, ასევე მიმართავენ ყველა სამართლებრივ გზას საკუთარი უფლებების დასაცავად, არტოვებენ არც ერთ სასამართლო ინსტანციას, რამდენიმე საქმე მოიგეს საქართველოს წინააღმდეგ, ხო? შესაბამისად, მათ წინააღმდეგ შეტევაც გაცილებით უფრო აგრესიულ, გარდა იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების აღსარებლობა, განსხვავებით პროტესტანტული თუ კათოლიკური აღსარებლობისგან, ანუ ეგრეთ წოდებული ტრადიციული აღსარებლობებისგან, სრულიად უჩვეულოა და ძალიან ბევრი სტერეოტიპი ამასთან დაკავშირებული, დავიწყოთ თუნდაც ეს ბორის გადმოფრენის ისტორიით, რომელიც არ მოუხდარა საერთოდ. დამთავრებული არის სისხლის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხებით, რომელიც ასევე სრულებით სტერეოტიპულად და მცდარად არის ხოლმე მიწოდებული, ხშირად მედიის მხრიდან. ამიტომაც მათ წინააღმდეგ ეს შეტევები გაცილებით უფრო მძაფრი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენ გადავიღეთ მოკლე ფილმები სხვა აღსარებლობების რიტუალების შესახებ. იეჰოვას მოწმეების ფილმს YouTube-ზე აქვს ყველა 10-ჯერ მეტი ნახვა და ეს არის უწყვეტი კასკადი, ასე ვთქვათ, ლანძღვა-გინების, რასაც კომენტარებში. ადამიანებს აინტერესებს. ხო, აინტერესებს, შესაბამისად აინტერესებს, მაგრამ არის მუდმივი ლანძღვა და იეჰოვას მხრიდან ასევე მუდმივი კომენტარები, პასუხები, სახარების თუ ბიბლიის ციტირებით, სრულებით. ბატონო, და რა როლი აქვს აი ამ სტერეოტიპების და სტიგმების ჩამოყალიბებაში მედიას? ანუ ერთი ამბავი არის, ჩვენცაც ვესაუბრებოდით იეჰოვას მოწმეებს, მათ გითხრეს, ანუ უთხარით, აი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი, რა თქვა, რასაც ქუჩაში გეძახიან ფრაზების სახით და გითხრეს, რომ ეს რაღაცას გვეძახიან, იეჰოვა გვეუბნება ხიშტი -200. ანუ ესეთ რაღაცას გვეძახიან. მე რომ დავიწყე ამის ძებნა, რომ საიდან მოდის ეს ამბავი, ანუ საიდან გაჩნდა ხო ეს ფრაზა. აღმოჩნდა, რომ ეს არის დაახლოებით 10 წლის წინანდელი კომედი შოუს სკეჩიდან, რომელიც ეხებოდა იეჰოვას მოწმეებს და დღემდე აი 10 წლის წინანდელი სკეჩი არის დღემდე ცოცხალი. რაკი ასეთ სტერეოტიპულ მიდგომებს ვზოვთ, ახლა სტერეოტიპები შეიძლება ერთი მხრივ მე არ მგონია რომ მხოლოდ მედია ამგვიდრებს, მაგრამ მედია შეიძლება იყოს გამტარი და ამას ვერაფერს ვეღარ უშვები მე. მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ მოდი ავიღოთ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფო განტყუნდა, ხო? იეჰოვას მოწმეებთან მიმართებაში და
სადმე მედიამ ეს გამოცვლით გააშუქა. კარგი, აგვისაუბროთ სახელმწიფოს ვალდებულებაზე, რომელიც და მთავრობის, რომელსაც უფრო მეტად უნდა ემსჯელა ამ თემაზე. მე მიმაჩნია ესეთი გადაწყვეტილება იყო, ეს მთავრობისგან ხელი საგანი უნდა გამხდარიყო და მეტიც ამაზე მუდმივი დისკუსია უნდა ყოფილიყო მედიაში. მეორე ეს ისტორია, რომელიც დაუშვათ მე გავიხსენებ. კიდე თიანეთის ისტორია, კიდე თერჯოლის ისტორია, რომელიც გაიხსენებ. თიანეთის ისტორია მე საერთოდ არ მინახავს მედიაში. თერჯოლის ისტორიაზე იყო საუბარი ცოტა ხანი და იქვე დამთავრდა. ასევე მაგ კითხვა რომ თუ მედია ამას არ ისაუბრებს და არ გააშუქებს და ეს მხოლოდ და მხოლოდ დარჩება ჩვენს ყოფიერებაში ეს ფორმად რომ რა ახლა ერთი ორი იეჰოვას მოწმე თუ ახლა იქ რაღაც გადღება თუ დაჭრა ხო კაი დაჭრა რა რამე ახლა სხვათა შორის ზუსტად ეგ იყო პრობლემა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება როდესაც ასეთ ადამიანს მხოლოდ ერთი წლის საპატიმრო სასჯელს უწესებს ეს ამახალისებელია სხვა ადამიანებისთვის იმიტომ რომ ეთქობა სასჯელი ამა ეს საგანგებოდ დასაჯეს ასწორში და უფრო დაბალი სასჯელის დააწესოს მეორე ზოგ საერთოდ ზოგს კი უმეტეს შემთხვევაში მეცაც გეტყვით იმ ადამიანმა თვითონ ის უკვე დაშინებულია ეს ადამიანი იჯერნაცემია გალახულია დაჭრილია და პლუს როდესაც მასთან მიდის გამომძიებელი ის იმაზეც კი არ ეუბნება რომ ის ცემეს და დაჭრეს თუმცა ამას ხედავს გამომძიებელი და მან ყველაფრის გარეშე უნდა აღძრას საქმე ხო მაგრამ მე გეუბნება გამომძიებელი ცირე ეს კერძო დავა თუ ცემა თვითონ უნდა იჩივლოს ამ ცემის გამო მაგრამ ის ჩივის მხოლოდ იმის რელიგიური აფსარებლობის გამო არის დევნილი დღეს და არა იმის გამო რომ ცემეს და გალახეს ამიტომ მოდი ცემა და გალახვა და დაჭრა მოუხსნათ იმიტომ რომ ამ დროს ამას ხედავს გამომძიებელი ეს ფაქტი ეს დევს მაგრამ იმის გამო ის ბრალს არ უყენებს ეს არც ეს შემთხვევა კერძო არ არის თავარი არც ეს შემთხვევა არ არის კერძო და აი ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი რომ ჩვენ დღეს ყველა ასეთ ფაქტზე თუ წაუყრუეთ და ეს მედიაში არ გახდა მართლა სერიოზული განშის საგანი მაშინ ჩვენ მივიღებთ კასკადს ეს დომინოს პრინციპი კიდევ უფრო ფართო ხასიათის იქნება მე უბრალოდ ჩემ პირად შიშს გამოვთქვა შეიძლება დამაბრალოთ რომ მაქვს ეს შიშები მაგრამ მაქვს იმიტომ რომ ხედავ ამ დინამიკას და ხედავ იმას რომ სხვა კონფესიები სხვა რელიგიური ჯგუფები უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან დევნის თვალსაზრისით მიუხედავად იმისა რომ იეჰოვას მოწმე დღეს ბოლო 10-15 წლის განმავლობაში არის ყველაზე სრულკალიბრიანი სამიზნე რა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ხო? ბატონო, ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და აი რა გზა უნდა გაიაროს საზოგადოებამაც, მედიამაც, პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუციებმა ხო? იმისაც რომ აი ისეთ პრობლემებზე რაც დღეს გვიწევს საუბარი და აქ ითქვა რომ ეს არ არის მხოლოდ იეჰოვას მოწმეების პრობლემა, აღარ მოგვიწევს. აი წარმოვიდგინეთ უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. იქნება ეს რელიგიური უმცირესობები, იქნება ეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, იქნება პოლიტიკური ნიშნით, ასე ვთქვათ, თავდასხმით განხორციელებული. არც ერთ შემთხვევაზე აი ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში არ არის ადეკვატური რეაგირება, არ მოუხდენია რეაგირება სახელმწიფოს შესაბამისი. უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ იშება, ფაქტობრივად, ხო? ეხლა გამოსავალი ძალიან მარტივია. ეს გამოსავალი თუმცა ეს დანაშაული შეიძლება დასაჯო, მაგრამ დარჩეს მაინც ეს ქსენოფობიური. ბატონო, შეიძლება დანაშაული დასაჯო, მაგრამ ეს ქსენოფობიური განწყობები ეს როგორი რაღაცა უფრო მეტი არის ხო გასაკეთებელი. ერთმანეთთან არის მიბმული რა თქმა უნდა და კომპლექსურია. ეს საკითხი აქ განათლების სისტემაც უნდა მუშაობდეს, მედიაც თავის ადგილას უნდა იყოს, თქვათ საჯარო გამოსვლებიც, ეს სიძულვილის ენაც უნდა რაღაცნაირად შემცირდეს, მაგრამ თუ არ დაისჭებიან ეს ადამიანები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, აი ამ ზომებს, თქვათ, საგანმანათლებლო ზომებს, არანაირი შედეგი არ ექნება. არც მოხდება. ხო, აი აქ მარტივი გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვათ 2004 წელს დააკავეს ბასიმ კალავიშვილი და მის დაჯგუფება, შესაბამისად ფაქტობრივად ნულამდე დავიდა რაღაცა პერიოდის განმავლობაში დანაშაული მკვეთრად შემცირდა, ხო? ეხლაც აი ისლამის მუსლიმთა წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულების შემდეგ და ასევე ჰომოფობიური დანაშაულების გამო ევროკავშირის კომისიამ კონკრეტული რეკომენდაცია მისცა საქართველოს ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპის გამოყენება ჰომოფობიური და ისლამოფობიური დანაშაულის წინააღმდეგ. აი ზუსტად ეს არის თავი, რაც უნდა გააკეთოს ჩემი აზრით ხელისუფლებამ.
ადეკვატური და ძალიან მკაცრი რეაგირება მოახდინოს სამტების დანაშაულზე, იმიტომ რომ უმრავლესობა ყველგან და ყოველთვის ძალადობს უმცირესობაზე და ლიბერალურ დემოკრატიაში ხელისუფლების უმთავრესი პრინციპი არის სწორედ ის, რომ არ მისცეს უმრავლესობას ამის უფლება. ეს თუ არ შეიგნო კანონის დონეზე ნებისმიერ მოქალაქემ განათლებას, მედიას და ასე ვთქვათ შეცვლილ მიმართებებს ამ თუ იმ საკითხზე პოლიტიკოსების არანაირი აზრი არ ექნება. ბატონზე თქვენი შეჯამება მოკლედ და უნდა დავასრულოთ. მე ასე ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ ძალიან პრინციპული უნდა იყოს მთავრობა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება და ეს არის დევნის ფაქტები და ვეთანხმები ბექას რომ უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ ხორციელდება დევნა და არ არის ადეკვატური რეაქცია და როდესაც არ არის ადეკვატური რეაქცია, უკვე ეს ჩემი აზრით არის წამახალისებელი სხვა ჯგუფებისთვის, რომლებიც იყენებენ ასეთივე ბერკეტებს, როდესაც პირველი ექსცესი მოხდა წინწყაროში, იქ რომ ყოფილიყო უფრო ქმედითი, უფრო ადეკვატური და უფრო თანამიმდევრული მთავრობა, რა თქმა უნდა არ მოხდებოდა ნიგზიანი. ნიგზიანი იყო და მერე წინწყარო. ნუ კაცო, ჯერ ნიგზიანი იყო, მერე წინწყარო, მერე არ მოხდებოდა სამწწყარო და ჭელა და ბოლოს არ მოხდებოდა მოხდა ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არ იქნებოდა და ძალიან ბევრი ისტორიას აცდებოდა ჩვენი საზოგადოება, რომელიც საბოლოო ჯამში არის მაჩვენებელი იმის, რომ ეს საზოგადოება არის ქსენოფობიური და ჰომოფობიური. სხვა რამ კი არა. ამ საზოგადოების წევრების ახალისება ხდება ასეთი უმოქმედობით და საბოლოო ჯამში ტვირთს უკვე მთელი საზოგადოება გისურვებს. ამიტომ ვამბობ, რომ მედიამ, რომელსაც აქვს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ეს თემები კი არ უნდა მოკლას და კი არ უნდა გაატაროს იმ სტერეოტიპების პრიზმაში, რომელიც დღეს საზოგადოებაში თითქოს არსებობს. რა მოხდა მერე? აი, როდესაც ადამიანი უშუალოდ მონაწილეობს და ამის ხელმძღვანელობს ჭელაში მინარეთის მოჭრის ისტორიას და იქ არის ერთ-ერთი მთავარი პერსონა და მე მიმაჩნია რომ ამ ადამიანის სახე მთელი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. დღეს ის არის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მაღალიჩი. ისე როგორც სამთაწყაროშვილის ხელმძღვანელობდა და შემდეგ გუბერნატორი გახდა. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. თუ ამაზე ჩვენ წავუყურებ და ვიტყვით რომ ეს რა მოხდა მერე. მაშინ თუ რა მოხდა და თუ მე შემიძლია წავიდე და ყოველგვარი ადმინისტრაციული აქტის გარეშე რომლის გასაჩივრება მე სადღაც შეუძლია რომელიმე რელიგიური ან სხვა უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს მე შემიძლია მივიდე და იქ მოვჭრა მინარეთი. რატომ არ შეიძლება ნებისმიერ თქვენს, რატომ არ შეგეძლება თქვენ ან მე წავიდე და მოვჭრათ მინარეთები, იმიტომ რომ მეც ახალისებული იქნება, ამაზე არანაირი სასჯელი არ არის, შეიძლება პირიქით მე ისე წაგვახალისონ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთოთ, გავიმარჯვოთ, დაგვაწინაურონ, სადმე დაგვნიშნონ, მეტი ბერკეტები მოგცემ. პირიქით, აქ უნდა იყოს ძალიან მკაცრი პოზიცია მედიისაც და საზოგადოებრივი ჯგუფებისაც, რომ მთავრობას მოთხოვონ პასუხი და მეორე მთავრობა არ უნდა გაჯიქდეს ამ შემთხვევაში, ის უნდა ისეთ ადეკვატურად უნდა აღიქვას ეს პრობლემათა ჯაჭვი, იმიტომ რომ მთავრობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ პროცესებმა ისეთი დინამიკა შეიძინოს, რომელსაც მე ვეღარ შეცვლის ვერცერთი შემდგომი მთავრობა, იმიტომ რომ შეიძლება ქვეყანა ძალიან სერიოზული შოვინიზმისა და ფაშიზმის მორევში აღმოჩნდეს და ამის ახალისების უფლება ვის აქვს, რომელ მთავრობას და რომელ ჩინოსას არ არის. უმეტეს მადლობა ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის. ეს ძალიან ვრცელი თემაა და დღეს შეიძლება ყველა საკითხს ვერ შევეხეთ და ასეც არის ვერ შევეხეთ, თუმცა კიდევ დავხარჯავთ რესურსს ამ თუ სხვა ფორმატებში. დიდი მადლობა. მადლობა.